ერთი კვირის შემდეგ ისევ დავბრუნდი. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლო ვიდეო ავტვირთე. ნუ რას ვიზამთ, ვერ ვახერხებდი ვიდეოების გადაღებას. სარბენად მივდივარ, რომ კარდიოს მივხედო. ხო მართლა შევიძინე ტელეფონის სამაგრი, ანუ სირბილისთვის, რომ უკეთესად გადავიღო კადრები. ნახოთ რა გამოვა. თქვენი აქტიურობა მჭირდება, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი, დატოვოთ კომენტარი. ანუ კომენტარი ეხმარება ალგორითმს, რომ ჩემი ვიდეო გავარდეს. 84 გამომწერი ჩემ არხზე, ანუ 84 ვართ. 84-ვეს მადლობა. მე როგორც ყოველთვის მოგიწოდებთ იმას, რომ ვარჯიშამდე აუცილებლად გახურებები გააკეთეთ რა, ანუ ხელის მოძრაობები, ფეხის ნებისმიერი, ანუ არა აქვს მნიშვნელობა დარბაზში ვარჯიშობთ, გარეთ, სუფთა ჰაერზე თუ სად ვარჯიშობთ რა, ანუ ვახურებ ფეხებს, რომ არ დავიზიანო ან რაღაც ტრავმა რო არ მივიღო. 1 წუთამდე ასე. ხელებით, რა თქმა უნდა. გარეთ მართლა კარგია ვარჯიში. დარბაზში ბილიკზე ყოფნას ჯობია, რომ აქ გამოხვიდე და აქ ირბინო. ღრმა ბავშვობაში კარატეს დავდიოდი და გამომყვა იქედან. იმედია წონას მალე დავიკლებთ, თორე გახურების პროცესშიც კი ვიღლები. და რა თქმა უნდა, მრავალდღიანი ულტრამარათონისთვის სად უნდა ვიყო. მოდი ლანჯების ვარჯიში გავაკეთოთ და მერე უშუალოდ სირბილზე გადავიდეთ. ეს შეიძლება გამომადგეს. მე აქ დავამაგრებ ტელეფონს და უშუალოდ აქედანაც გადავიღებ კადრებს. სულაგანაგზე უბრალოდ დაფიქთი 101 კილო ვარ და დავბივარ. მე თუ შემიძლია შენც შეძლებ.
აუცილებლად შეძლებ. ივარჯიშებ ბუნებაში. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, რადგან თითოეული თქვენი გამოწერა არის ჩემი мотиваცია, გვერდში დგომა და სურვილი იმის, რომ ვიდეოების დადება გავაგრძელო. შევხვდებით მორიგ ვიდეოში დროებით.